მოგესალმებით, ჩვენ ახლა ვიმყოფებით წერეთლის ქუჩაზე, სადაც როგორც ვიცით, გარემოვაჭრეებს მოსთხოვეს ადგილების დატოვება. რა ხდება ქალბატონო, რომ გვითხრათ ლაივში? რა ხდება? ბათუმელების ლაივში ხართ, რა ხდება რომ გვითხრათ? არ გაძლევენ უფლებას რომ გააგრძელოთ მუშაობა? ეხლა მოგთხოვეს ადგილის დატოვება? ადგილზე აქ იმყოფება მუნიციპალური ინსპექცია, რომელმაც გარემოვაჭრეებს წერეთლის ქუჩაზე მოთხოვა აქ ადგილების დატოვება. როგორც ხედავთ, დაპირისპირებას აქვს ადგილი მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებსა და გარემოვაჭრეებს შორის. თქვენ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ხართ? ქალბატონო, ბათუმელების ლაივში რომ ისაუბროთ, ქალბატონო. აგერ მეუბნება აშკარად. ქალბატონო, რა ხდება? რა მოხდა თუნდაც ეს ადამიანი? მე რა ვთქვი, სადმე გაიგო. ქალბატონო, ბათუმელების ლაივში რომ ისაუბროთ, რა ხდება? ქალბატონო, ბათუმელების ლაივში ისაუბრეთ, რასთან გვაქვს საქმე? როგორც ხედავთ, ჩვენ ვიმყოფებით წერეთლის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ მოვიდა მუნიციპალური ინსპექცია და მოსთხოვა აქ მოვაჭრეებს ადგილის დატოვება. ისინი აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათ არ აქვთ სხვა შესაძლებლობა, რომ საკვების ფული იშოვონ, სწორედ ამიტომაც მათ სურთ გაგრძელება აქ მუშაობის, ისე გაგრძელონ მუშაობა, როგორც აქამდე მუშაობდნენ. აქ მობილიზებულია ასევე პოლიცია. ეხლა შემოდის სასწრაფოს მანქანა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად ვის დასჭირდა დახმარების მიღება და უკავშირდება თუ არა ეს ამ დაპირისპირებას. როგორც ჩანს, არ უკავშირდება, რადგან აგრძელებს სასწრაფოს მანქანა გზას. მაგაზე მეტი კი არ ვიგებ. ამაზე მეტი არ უნდა სადა, რას ვილაპარაკებ? ამაზე მეტი არ უნდა შეგნი. მოდით რა. ამაზე მეტი არ უნდა დასკებს და დრეიტუზებს კიდიან მაგას. ამაზე მეტი არ უნდა. მაგასი არა. დამასიაო, შეგიძლია ივაც. რა ხდა რომ ეს იგი ამ ქალაქის მერიას იმდენი წარმოდგენაა. თქვენზე რომ თქვენ აქ იმყოფებიან ბათუმის საკრებულოს, აქ იმყოფება ბათუმის საკრებულოს წევრი გელა დეკანაძე. და მართლა თუ ასია. სადა აგერა რა. უკაცრავად, თუ შეიძლება ბათუმელების ლაივში რომ ისაუბროთ, რა ხდება, რა მოთხოვნა გაქვთ და რასთან აგვიანეთ რა მოსულა, აქამდე უნდა მოსულიყავ და გაიგებოდეთ ყველაფერში. თუ შეიძლება რომ მოგცეთ კომენტარი, გაგვარკვიოთ ეხლა. თქვენ მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი ბრძანდებით? გაზეთი ბათუმელები ლაივში ვართ ეხლა, ბათუმელების
მოწმობა გაჩვენოთ? ეხლა ლაივში ვარ და მე გაჩვენებთ მოწმობას. ლაივს ვერ გავთიშავ, მაგრამ შემიძლია მოწმობა გაჩვენოს. აი მოწმობა. ბატონო, მოწმობას გაჩვენებთ. მაგისტვის მომთხოვეთ მოწმობა, რომ გეთქვათ პრესამსახურში მიუგზავნდე? კარგი, დიდი მადლობა. მადლობთ. ვაგრძელებთ ლაივ ჩართვას. ეს არის წერეთლის ქუჩა, სადაც დიდი ხანია გარემოვაჭრეები მუშაობენ, ვაჭრობენ. ისინი ამბობენ, რომ მათ არ აქვთ მეტი საშუალება, რომ პურის ფული შეიტანონ ოჯახებში. სწორედ ამიტომაც ისინი ითხოვენ აქ მუშაობის გაგრძელების უფლებას. თუმცა, როგორც ხედავთ, ადგილზე მოვიდა მუნიციპალური ინსპექცია, რომელმაც მოთხოვა გარემოვაჭრეებს ტროტუარის გათავისუფლება. გარემოვაჭრეები მათი პრობლემის მოგვარების თხოვნით, ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით გუშინ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მივიდნენ. ამ დროს იქ იმყოფებოდა მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მათ უნდოდა შეხვედრა მთავრობის თავმჯდომარესთან, ასევე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან. და მათ უნდათ მათი საკითხის დღის წესრიგში დაყენება, რომ ისინი ითხოვენ მუშაობის გაგრძელების უფლებას, რადგან ეს არის მათთვის ერთადერთი საშუალება, რომ არჩინონ ოჯახები. ადგილზე იმყოფება მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი, თუმცა მან ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა. ჩვენ შევეცდებით ეხლა რომ რამოდენიმე მათგანს გავესაუბროთ, ვინც აქ მუშაობს. ქალბატონო, ბათუმელების ლაივში ხომ არ ისაუბრებთ? კარგი, ბოდიშ გიხდით. როგორც ხედავთ, რა ვითარება წერეთლის ქუჩაზე, სადაც გარემოვაჭრეებს მოთხოვეს ტერიტორიის დატოვება. როგორც გვესმის, ეხლა საუბრისას მუნიციპალური ინსპექციის არგუმენტი არის, რომ არ უნდა იყოს დაკავებული ტროტუარი, ის უნდა გათავისუფლდეს, სწორედ ამიტომაც გარემოვაჭრეებმა უნდა დატოვონ ტერიტორია. საუბარი არის იმაზე, მხოლოდ ტერიტორიის დატოვებას მოთხოვენ ამ მოქალაქეებს თუ დააჯარიმებენ კიდეც, იმიტომ რომ მათ ტროტუარი ჰქონდათ დაკავებული, როგორც გვესმის, თუმცა არ გვაქვს ჯერ ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, აჯარიმებს თუ არა მუნიციპალური ინსპექცია ამ მოქალაქეებს. ქალბატონო, გაჯარიმებენ კიდეც თუ მხოლოდ ტერიტორიის დატოვებას გთხოვენ? დაჯარიმება დაემუქრან მოქალაქეებს მაშინ როცა უკრავ აქციის საფორმაა გაკახ შეკრებას და არა ვაჭრობენ. მაგრამ შეტეულ მათგანს ზედამხედველობის შესაძლებლად ჯარიმი დაემუქრა. მიზიდები გასაგებია დააჯარიმებენ. აქ არა ვაჭრობის პროცესი, ეხლა აქციის პროცესი. გასაგებია, მადლობა. ბათუმის საკრებულოს წევრი გელა დეკანაძე საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალური ინსპექცია არა მხოლოდ ტერიტორიის დატოვებას თხოვს გარემოვაჭრეებს, არამედ აჯარიმებენ მათ. უკაცრავად. ბატონო, ბათუმელების ლაივში რომ გითხრათ, აჯარიმებთ თუ მხოლოდ ტერიტორიის დატოვებას თხოვთ?
თუ ადამიანმა შეძლო ესაფრის დასავალი ნაწილი შესაბამისად ეწევა ადმინისტრაციული აქტი. ეხლა თქვენ რომ მოხვედით შეზღუდული იყო სავალი ნაწილი და აჯარიმებთ ამ ბატონო მერაბალ ადამიანების გამოვაჭრების საიტის ვაჭრობა და გამოიყენა გარემოვაჭრეები, იო რატო იტყუ, რა სიტყვები ახლა? ანუ აჯარიმებთ ამ მოქალაქეებს, ანუ აჯარიმებთ მათ. მაგით არ თქვა და ხალხო ობერტი არ აჯარიმებთ, ესე იგი აფრთხილებთ. მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი ამბობს, რომ არ აჯარიმებენ მოქალაქეებს და მხოლოდ აფრთხილებენ. არ აჯარიმებენ გარემოვაჭრეებს და მხოლოდ აფრთხილებენ მათ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ასევე მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები. ეხლა ჩვენ დროებით გავთიშავთ ლაივს და როგორ განვითარდება მოვლენები ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით ისევ განვაახლებთ.